ეს ნიშნავს რას? დაცული არის თავი, თუ რამეს დაეჯახება, დაცულია ყველა ადგილი, სადაც მოძრაობთ. მზად ხარ ერთი დღე სხვანაირად დაინახო სამყარო. ასე მიმართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებას თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს. უნივერსიტეტში სწორედ უსინათლოთა თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ დღეს ბევრი ისაუბრეს უსინათლოთა პრობლემებსა და მათ გადაწყვეტაზე, თეთრი ხელჯოხის იდეასა და მნიშვნელობაზე. თეთრი ხელჯოხი უსინათლოთა და მცირე მხედველთათვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ის მათ სივრცეში ორიენტაციასა და დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარება. 15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის მსოფლიო დღეა. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირედ მხედველი ხალხის სიმბოლოა და შესაბამისად ამ დღესაც ამიტომ უწოდეს ეს სახელი. საქართველოში მისი აღნიშვნა 2011 წელს დაიწყეს, თუმცა უსინათლოები კვლავ თავიანთ გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობენ. სტუდენტთა შეკრებაზე მრავლად იყო გულწრფელი ემოციები და ამბები, რომელთაც უსინათლოთა თემის წარმომადგენლები სტუდენტებს უყვებოდნენ. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმ დაბრკოლებებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან. დღევანდელ დღეს უსინათლოები ვიყენებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი პრობლემები. თუ რა პრობლემებს ვაწყდებით იგივე გადაადგილებისას, სწავლისას და ასე შემდეგ. სწავლისას ძირითადად პრობლემა არის ხოლმე დასკანერებული მასალა, თუმცა თესაო ნელ-ნელა ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას და იმედია ერთ მშვენიერ დღეს უკვე მე თუ არა სხვა სტუდენტები ისწავლიან ისე რომ მათ ეს პრობლემა აღარ ექნებათ. ყველა ავტობუსში არ არის გახმოვანება გაჩერებების მაგალითად ხმოვანი შუქნიშნების ნაკლებობა და ყველაზე მეტი პრობლემა რაცაა უმეტესად საზოგადოების მიმღებლობასთანაა. თუ გვინდა რომ ჩვენი ჩართულობა, ჩვენი ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი და მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გქონდეს და მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ჩვენ გვჭირდება განათლებაში ძირეული რეფორმები. მე ვფიქრობ, რომ აქტივისტების დონეზე მარტო არ უნდა ვითარდებოდეს და არაფორმალური განათლების დონეზე არ უნდა ვითარდებოდეს ამ თემების მიმართ ყურადღება. მე ვფიქრობ, უკვე დროა იმისი, რომ ჩვენ სპეციალური საჭიროების მქონე სპეციალისტები ყავდეს ამ ქვეყანას. არ გულისხმობ ამას მე მარტო შეზღუდულ შესაძლებლობაში, ინფრასტრუქტურაში, იმიტომ რომ ჩვენ ვითარდებით ადამიანებო, ჩვენ ცხოვრება გვჭირდება, ჩვენ განვითარება გვჭირდება და ინფრასტრუქტურა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მოქმედებთ და ჩვენი ასე ვთქვათ, გადაადგილების თუ დასასვენებელი ადგილების ინფრასტრუქტურა, რომელსაც სპეციალისტები ჭირდება. თავაბარი კომპიუტერულ მეცნიერებებზე ონლაინ უნივერსიტეტში, ეს არის ამერიკის ონლაინ უნივერსიტეტი და იქ ახლა ყველა მასალა მისაწვდომი იყო უსინათლოებისთვის, ყველაფერში გეხმარებიან და საერთოდ პრობლემა ის პრობლემები რაც აქ არის, იქ უბრალოდ ფიზიკურად არ დგას. ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი არაფერი არ შეიცვალა უკეთესობისკენ. ისე ქალაქის უმეტესი ნაწილი არ არის ადაპტირებული უსინათლოებისთვის. გადასასვლელებზე ხმოვანი შუქნიშნები თითქოს ჩამოსათვლელია. მეტროში ნიშნები რომ უსინათლო რელსებზე არ ჩავარდეს და უსაფრთხოდ იყოს, არაფერი არ არის. ანუ საქმე გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული კუთხით ბევრია. ერთი თითი გარეთ, ოდნავ შეხვედრაზე მობილობა ორიენტაციის სპეციალისტმა გია ჯვარშეიშვილმა სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. თეთრი ხელჯოხის თაობაზეც ილაპარაკეს და ასევე სიმულაციური სათვალის თაობაზეც, რომლის მორგებაც დამსწრეებს დარბაზშივე შეეძლოთ. ამ გზით ყველა იქ მყოფს შეეძლო საკუთარი თავი უსინათლოების მდგომარეობაში გამოეცადა და მათი პრობლემები შეეგრძნო. პრობლემები დაწყებული პენსიას, რასაც უხეშად ვეძახით, მაქედან დაწყებული გაგრძელებული ჯანდაცვით, გაგრძელებული სხვადასხვა სერვისით, მათ შორის აი ეს რო დღეს რასაც სულ საუბრობს და ზუსტად თეთრი ხელჯოხის იდეა რაც არის დამოუკიდებელი ცხოვრების არარსებობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის არარსებობა. აი ჩვენ გვაქვს მიღებული ძალიან კარგი საკანონმდებლობა, ძალიან კარგი იდეალისტურ შემთხვევაში არ გულისხმობ, მეტნაკლებად კარგი არის, რაც გაყვა კონვენციის ჰარმონიზაციის პროცესს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს. ეგეთია ზუსტად ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც
რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მიღებული და ყველა შესაძლო თუნდაც ახალი აშენებული შენობა უნდა იყოს მისაწვდომი, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, თუმცა ეს გვაქვს ფურცელზე და რეალურ ცხოვრებაში ესე არ ხდება. ესეთი ფორმულირებით ვამბობ ხოლმე, რომ მსხვილი ჭავჭავაძეზე ვლაპარაკობ, პეკინზე ვლაპარაკობ, წერეთელზე ვლაპარაკობ, ძალიან ცუდი ხერხები და ფორმები არის ადაპტაციის გამოყენებული. ანუ ტყუილად დაიხარჯა მათ შორის ფული და მათ შორის არის საფრთხის შემცველი ხშირ შემთხვევაში ის, რაც ბრჭყალებში შიშიმოებისთვის კეთდება, რაც სინამდვილეში უნდა იყოს ყველასთვის გაკეთებული და ეს ყველაფერი გვაქვს ზუსტად ტექნიკურ რეგლამენტებში გაწერილი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს არ მუშაობს. სტუდენტები მთელი შეხვედრის განმავლობაში ყურადღებით უსმენდნენ შეხვედრის მონაწილეებს. გავიგეთ ის ტექნიკები, ის ხრიკები იქნება თუ ის სწორი რჩევები, რაც უნდა გამოვიყენოთ მათთან ურთიერთობის დროს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს იმის ვალდებულება, რომ მათ მიმართ ემპათია გამოიჩინოს, თანადგომა გამოიჩინოს და აგრძნობინოს თავის როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრს.